გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინური კვლევა. ამ სახელწოდების პროექტის წარდგინება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შედგა. პროექტი წარმოადგენს საქართველოს სიძველეთ საცავებში, კერძოდ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სახელმწიფო არქივსა და ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმის ფონდებში მე-12-მე-19 საუკუნეებში შესრულებული გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინურ კოდიკოლოგიისა და ხელნაწერის რესტავრაციის დარგებში შესრულებულ კვლევას. პროექტი ლიტერატურულ გრაგნილებს განიხილავს როგორც გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის სოციალური და რელიგიური ურთიერთობების მნიშვნელოვან წყაროს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა შესასწავლი გრაგნილების საეკლესიო და საერო მიმართულებები. ორგანიზატორთა განმარტებით, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო ხელი შეეწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვის პროცესისთვის, ამ მიზნით გამოიცა კატალოგი. ასევე გრაგნილი ხელნაწერების მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა მონაცემთა ბაზაც. გრაგნილი ხელნაწერების შესახებ ინფორმაცია იყო მწირი და ცოტა. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ამ თემის შესწავლა, წამოწევა მნიშვნელოვანი საკითხებისა, ზოგადად გრაგნილ ხელნაწერებზე გადაწერილი ტექსტები იყო შესწავლილი, მაგრამ არ იყო შესწავლილი ის ისტორიული გარემო, ის სივრცე, რატომ იქმნებოდა მაინცა და მაინც გრაგნილი ფორმით ხელნაწერები. ზოგადად გრაგნილი ფორმა ძველი ეპოქის, ძველი წელთაღრიცხვის ერთადერთი ფორმა იყო წიგნისა, მაგრამ შემდეგ უკვე ქრისტიანულ სინამდვილეში ის შეცვალა ჩვეულებრივმა კოდექსმა, ისეთმა წიგნმა, როგორიც დღეს არის ჩვენთვის ცნობილი. მაგრამ შუა საუკუნეებში ისევ შემოდის ეს გრაგნილის ფორმის ხელნაწერები და მასზე გადის სასულიერო ჟანრის თხზულებები. კონკრეტულად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჟამისწირვები, ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ჟამისწირვების ტექსტები. ტექსტები გამოცემულია ზოგადად და ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ აი მაინცა და მაინც რატომ გრაგნილის სახით, რატომ შედიოდა ის ეკლესიაში. მერე როგორც გაირკვა, მხოლოდ სასულიერო ჟანრის ეს თხზულებები არ იყო გრაგნილზე გადაწერილი, გამოვლინდა სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ლიტურგიკული თხზულება, მირონის შემზადების წესი და ამას გარდა გრაგნილებზე განსაკუთრებით ბევრია შემორჩენილი საერო ტექსტები. საინტერესო იყო ძალიან ეს სამუშაო, იმიტომ რომ ფაქტიურად ძირითადი რაც იყო აი ამ გრაგნილებზე აღმოჩნდა, რომ იყო ჟამისწირვა. ანუ ის უმნიშვნელოვანესი ტექსტი იოანე ოქროპირის ჟამისწირვისა, რომელიც ევქარისტიული ლიტურგიისთვის გამოიყენება. და აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ჟამისწირვა გრაგნილებზე მე-14 საუკუნეშია გადაწერილი და ფაქტობრივ არის ყველა ტექსტ შორის რაღაცა განსხვავება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თურმე ეკლესია ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს სოციუმის განწყობილებებს, სოციუმში არსებულ რაღაცა ცვლილებებს და ცდილობს, რომ შექმნას ისეთი ტექსტი, რომელიც მოიყვანს მრევლს და აინტერესებს და მიიყვანს იმ მთავარ აზრამდე, რაც ამ ტექსტში დევს. აი ამისი დანახვა იყო ძალიან საინტერესო ჩვენთვის.